ჩვენ პუტინის მონები მაინც ავართ. პუტინი არის ამ პლანეტაზე ნომერ პირველი პოლიტიკოსი და ყველაზე დიდი სახელმწიფოს ლიდერი და პრეზიდენტი. აი ეს ვაჟბატონი ვისი მონაა? კაცი, რომელიც ამ გარეწარ სააკაშვილის და ამ ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობის მონა იქნება. ის სხვას როგორ ასწავლის ჭკუას, ან რა უფლებით გვასწავლის ჩვენ ჭკუას. ჩვენი სათქმელი გვაქვს, ჩვენი პოზიცია გვაქვს, ჩვენი არგუმენტი გვაქვს და ჩვენი ლოგიკა გვაქვს. ჩვენი დასაბუთება გვაქვს იმისი, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ. ვინ მისცა ამ ვაჟბატონს და ამ ვაჟბატონებს და ამ გოგობიჭებს იმის უფლება, რომ ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობაში ასე უხეშად ჩაერიონ, შეურაცხყოფა მოგვაყენონ, ჩაგვიშალონ ღონისძიებები და ასე შემდეგ. ვინ მისცა მათ ამის უფლება? ამის უფლებას მათ აძლევთ ორი ვინმე. ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ქაოსით და დომხალით შემოვიდა საქართველოში და ამერიკიდან წამოსულმა პოლიტიკამ მოახერხა და შეძლო ის, რომ 25 წლის განმავლობაში საქართველო სამ ნაწილად დაშლილიყო, ეკონომიკურად, სულიერად, მორალურად დანგრეული იყო და გაპარტახებული იყო.